დღესდღეობით ჩვენ უკვე ვიცით ის წრე, ვისშიც ეს ამბავი ტრიალებდა. დღეს რისი თქმა შეგიძლია შენ ამ ადამიანებზე? მოსამართლე ვინც იყო? დამცინოდა რა. დასჯელი არ არის საქციელის ექვივალენტი. ჩემ ოჯახის წევრებს ეხა ეგ ისტორია ისიქიდანაც აქვს მოსმენილი, აქედანაც აქვს ყველა დეტალი იციან, მაგრამ მაინც გონიათ რომ გამიჩარჩეს. მოხდა 2022 წელს და ზედაპირზე ამოვიდა 2024-ში. ხავიდან სხვა ადამიანის საქმეებით დაიწყო ეს ყველაფერი და შემდეგ როგორ გავიდნენ შენს კვალზე? აღარ უნდა იმას მიქნას ცხოვრებაში, არ ვიცი, რაც კი მქონდა. ადგილი აღარ არის ეხა ჩემ გულზე ისეთი, სადაც იარა არ არის დააცი. რაც მკვდარია იმას ვეღარ მოკლავ, შოთი არ ვედა საქმე თქვა, რომ ორჯერ კვდები. ერთი ადამიანი უნდა გარდა დამარხო და ახალი ცხოვრება დაიწყო სხვა ადამიანი. აღმოვაჩინე რომ ცხოვრება არ ვიცოდი, წარმოიდგინე. ხვდები ეხა რატომაც გადავდგი ის ნაბიჯი რა. ღევანდელი გადმოსახედიდან როცა აი გადაფასდა ბევრი რამ. აი რაში ხარ დამნაშავე? რა ეხა სულ სხვა ხედით ხედავ ყველაფერს და იმ გადმოსახედიდან სულ სხვა იყო. და შემოვიდა რკენა, რომელსაც გვირაბის ბოლოს სინათლეც კი უწოდე. ფლება არ ქონდა იმ დღეს შენ რომ წაგეგო. ვიღაცას რაღაცა რა, იარაღი რო დაედო შუბზე და ეთქვა რომ წააგებ თუ გესროლო, მესროლე ულაპარაკ. ერთადერთი ადამიანი იყო ჩემ გარემოცვაში, ვინც არ ნერვიულობდა თავიდან. იმიტომ რომ ზუსტად იცოდა რა არ გჭირდებოდა. ნერვიულობდა რა, იძახდა რომ ვიცი რომ რაღაც მოიგებ. არ მომისმენია რომ თქვენი სიყვარულის ამბავი სადმე გაჟღერებული იყოს და შეგიძლია რომ მომიყვე. ჩვენ ქართველებს ეგ პირვანდელი სახე რაც უფალ მოგვიბოძა, ყველაზე მეტად სუფთად გვაქვს შენარჩუნებული. გააგრძელებ თუ არა MMA-ში მოღვაწეობას. ეგ არის ყველაზე მეტად დასმული კითხვა თემ ეხლანდელ ცხოვრებაში.